მოგესალმები. დღეს ხელში გვაქვს ერთი ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი ტექსტი ჰერმან ჰესეს სიდხარტა. ესა ამბავი ერთ ახალგაზრდა კაცზე ბრამანის შვილზე, რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ აი შინაგან სიმშვიდეს მაინც ვერ პოულობდა. დღეს ჩვენ შევეცდებით, რომ აი ამ ტექსტს ჩაუღრმავდეთ. გავყვეთ სიდღარტას გზას, რომელიც ძალიან რთული და საინტერესოა ძიებით იწყება, მერე უარყოფა, სწავლა, ტანჯვაც და ბოლოს გასხივოსნება. ნახოთ რას გვეტყვის ეს ამბავი შენ, როგორც ვთქვათ, ცოდნის მაძიებელს. კი, ნამდვილად. ეს არ არის მარტო ერთი ადამიანის ისტორია, ხო? აქ ისეთ კითხვებზეა პასუხის ძიება, რაც ყველას აწუხებს. აი, რა არის ცოდნა? ან ბედნიერება, როგორ უნდა იპოვოს სიმშვიდე ამ მუდმივად ცვარებად სამყაროში. ჰესე გვიხატავს პერსონაჟს, რომელიც უარყოფს მზაპასუხებს ტრადიციულ გზებს და თავის სრულიად უნიკალურ ბილიკს ეძებს. მოდი დავიწყოთ თავიდან. წარმოიდგინე სიდხარტა. ახალგაზრდა ბრამანი, ჭკვიანი, გარეგნულადაც მშვენიერი, ყველას უყვარს მამას, დედას, მეგობარ გოვინდას. ციცის ამ წმინდა მარცვლის ატმანის არსებობაც ესმის. ატმანი, ანუ მარადიული მე, ის შინაგანი არსი. ხო, ის რის შეცნებასაც ცდილობს ინდოიზმი. მაგრამ, აი სიდხარტასთვის ეს ყველაფერი თითქოს თეორიაა, რაღაც აწუხებს შიგნიდან, კითხვები უჩნდება. აი ეს რიტუალები, გამბანვები, მართლა შველის? მსხვერპლ შეწირვას აქვს აზრი? და მთავარი, სად არის ეს ატმანი? მის მასწავლებლებს, ბრაჰმანებს, აღარ შეუძლიათ მისი სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება. რაღაც აკლია. აი ზუსტად აქ ჩანს პირველი მნიშვნელოვანი რამ შენთვის, მსმენელისთვის, განსხვავება ცოდნასა და განცდას შორის. სიდღარტას არ უნდა უბრალოდ იცოდეს ატმანზე, მას უნდა განიცადოს. ეს შინაგანი დაუკმაყოფილებლობა უბიძგებს, რომ დატოვოს სახლი, კომფორტი და წავიდეს სამანებთან, მოხეტიალე ასკეტებთან. სამანებთან ცხოვრება უკვე სულ სხვა რამეა, რადიკალური ცვლილება. ეს არის უკიდურესი ასკეტიზმი, თვითგვემა, შიმშილი, დღეების და კვირების განმავლობაში, ტკივილის ატანა, სხეულის უარყოფა. მიზანი რა არის? მეზგან გაქცევა, მისი განადგურება, რომ მიაღწიონ რაღაც პირველ წყაროს. ცდილობენ დაცარიელდნენ ყველაფრისგან, სურვილებისგან, ტანჯვისგან, სიხარულისგანაც კი. მაგრამ აი აქაც სიდღარტა ხვდება რაღაცას, რაც სწავლების იდეას ეხება. ის ხვდება, რომ ეს ასკეტიზმიც საბოლოო ჯამში დროებითი გაქცევაა. როგორც ლოთობა, რა? რაღაც მომენტში ამბობს კიდეც, რომ იმას, რასაც სამანების გამსწავლობდიო, ანუ მეზგან დროებით თავის დაღწევას, ამას ტავერნაში ბრინჯის ღვინით უფრო იოლად ვისწავლიდიო. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ გარეგანი დისციპლინა, რაც არ უნდა მკაცრი იყოს, ვერ ცვლის შინაგან მდგომარეობას ბოლომდე. უფრო მეტიც სიდღარტა ხვდება, რომ ნამდვილი ცოდნა, ის შინაგანი სიბრძნე, გარედან არ ისწავლება. მასწავლებელს შეუძლია გზა გიჩვენოს, მაგრამ შენ თვითონ უნდა გაიარო. მე მჯერა, რომ არსებობს რაღაც, რასაც სწავლას ვერ დავარქმევთ, ეუბნება გოვინდას. ანუ რაღაც უფრო ღრმაა საჭირო. და სწორედ ამ დროს ისმენენ ამბავს გოტამა ბუდაზე. გასხივოსნებულზე, რომელმაც იპოვა ხსნის გზა. მიდიან მის მოსასმენად. სიდღარტაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ბუდას პიროვნება. მისი სიმშვიდე, მაგრამ მის სწავლებას მაინც ეჭვით უყურებს. კი, ისმენენ ბუდას ქადაგებას, 4 კეთილშობილ ჭეშმარიტებას, 8 გზის გზას, ტანჯვის მიზეზებსა და მისგან თავის დაღწევაზე. გოვინდა აღფრთოვანებულია და რჩება ბუდასთან, უერთდება მის საზოგადოებას. სიდღარტა კი პირად საუბარში ბუდასთან თავის მთავარ ეჭვს გამოთქვამს. ეუბნება, რომ თქვენი სწავლებაო გენიალურია. ყველაფერს ხსნის, სამყაროს კანონს ზომიერებას, მაგრამ აი თვითონ გასხივოსნება, ის უნიკალური პირადი განცდა, რაც თქვენ განიცადეთ, ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. ანუ სხვისი სწავლებით ვერავინ გახდება გასხივოსნებული. ეს ძალიან თამამი ნათქვამია ბუდასთვის, არა? მაგრამ ეს ხას უსვამს ჰესეს მთავარ აზრს. გასხივოსება პირადი განუმეორებელი რამაა. ბუდა აფრთხილებს, ზედმეტი სიბრძნე არ გინდაო, მაგრამ სიდღარტა თავის გზას ირჩევს. და აი, ზუსტად აქ, ბუდასთან განშორების შემდეგ, ხდება მისი პირველი ნამდვილი გამოღვიზება. ხვდება, რომ მთელი ცხოვრება გარბოდა საკუთარი მეზგან. ეძებდა პასუხებს მასწავლებლებში, დოქტრინებში, ასკეზაში, ახლა კი გადაწყვეტს, რომ ისწავლოს საკუთარი თავისგან.
აი აქ იცვლება ყველაფერი. სამყარო სხვანაირად ხედავს. აღარ უყურებს მას როგორც მაიას, ილუზიას, რისგანაც უნდა გაიქცე. არამედ ხედავს მის სილამაზეს, რეალობას. ხვდება, რომ მნიშვნელობა და სინამდვილა საგნების მიღმა კი არა, თავად მათშია. ესეც ძალიან საინტერესოა. ხშირად ვეძებთ რაღაც აზრს, სადღაც მიღმა, თეორიებში, როცა შეიძლება ის აქვე იყოს ცხოვრების დეტალებში. თუმცა ამ გამოღვიძებასთან ახლავს მწვავე მარტოობის განცდა. ის ხომ აღარავის ეკუთვნის, არც ბრამანებს, არც სამანებს, არც ბუდისტებს. ის უბრალოდ სითხარტაა, გამოღვიძებული. და აქ იწყება მისი გზის შემდეგი ეტაპი, ალბათ ყველაზე საკამათო სამყაროში ჩაძირვა, ხვდება მშვენიერ კურტიზან კამალას და გადაწყვეტს მისგან ისწავლოს სიყვარულის ხელოვნება, მერე მდიდარ ვაჭარ კამასვამის ხვდება, მუშაობას იწყებს, ეს უკვე გრძნობების, მატერიალური სამყაროს, სიამოვნების, ტკივილის, აი ამ ყველაფრის სამყაროა. საინტერესოა, როგორ იყენებს თავის იმ ძველ სამანურ უნარებს, ფიქრს, ლოდინს, მარხვას ამ ახალ სიტუაციაში. ამბობს კიდეც, რომ სწორედ ამით მიაღწევს წარმატებას. მაგრამ თანდათან ეს სამყარო ითრევს, ბიზნესი თამაშად რჩება მისთვის, მაგრამ კამალასთან ურთიერთობა, სიმდიდრე, კომფორტი რა ემართება იმ შინაგან ხმას. ის შინაგანი ხმა თანდათან სუსტდება, ქრება. გარეგნულად წარმატებულია, ფულიც აქვს, სიამოვნებასაც იღებს, მაგრამ შინაგანად კარგავს იმას, რასაც ეძებდა. ეჩვევა ფუფუნებას, ღვინოს სვამს, აზარტულ თამაშებს თამაშობს. ეს არის სამსარა, რასაც ეძახიან, ის დაბადების, სიკვდილის, ხელახლა დაბადების უსასრულო წრე. ამქვეყნიური ილუზიების და ტანჯვის სამყარო. სიდხართა ღრმად ეფლობა ამაში. და რატომ არის ეს ეტაპი ესე მნიშვნელოვანი? ხომ შეეძლო ვთქვათ პირდაპირ მდინარესთან მისულიყო ასკეზის მერე და იქ ეპოვა სიბრძნე? ჰესე თითქოს გვეუბნება, რომ სრული გაგებისთვის შეიძლება საჭიროა არა მხოლოდ სულის, არამედ ხორცის, გრძნობების, თუნდაც ცოდვის გამოცდილება. სიდხარტას სჭირდებოდა ამ სამყაროში ბოლომდე ჩაფლობა, რომ მისი სიცარიელე ეგრძნო. იქამდე მიდის, რომ ჩვეულებრივი ადამიანებისაც კი შურს, მათი უნარის გამო რომ იცხოვრონ თავიანთი პატარა სიხარულით, მწუხარებით შეიყვარონ. მას კი ეს აღარ შეუძლია, რაღაც გაუქვავდა შიგნით. და გადამწყვეტი მომენტია ის სიზმარი, ხო? მომღერალ ჩიტზე ოქროს გალიაში, რომელიც კვდება. სიდღართა ხვდება, რომ ეს ჩიტი თავად არის. რომ მან დაკარგა ყველაფერი, რაც ღირებული იყო, ეს იწვევს უდიდეს სასოწარკვეთას და ისტოვებს ამ ყველაფერს გარბის. გარბის ტყეში, სავსეა ზიზღვით საკუთარი თავის მიმართ. მიდის იმავე მდინარესთან, რომელიც წლების წინ გადაკვეთა. მზადა თავი დაიხრჩოს. უბრალოდ ბოლო მოუღოს ამ ყველაფერს. და აი ზუსტად ამ ფსკერზე, ამ უიმედობაში, მისი სულის სიღრმიდან ისევ ამოდის ის ხმა, ის წმინდა მარცვალი ომ. ომის ხმა აფხიზლებს, ახსენებს მის ნამდვილ არსს. ხვდება რა სისულელეს აკეთებდა და ღრმა თითქოს გამწმენდ ძილს ეძლევა, რომ იღვიძებს თავს ახალ ადამიანად გრძნობს. თითქოს ის ძველი სიდღართა მოკვდა. აქ რა არის მთავარი გაკვეთილი შენთვის? ალბათ ის, რომ ზოგჯერ ფსკერზე უნდა დაეშვა, რომ ხელახლა აშენება შეძლო. სასოწარკვეთა, ცოდვაც კი შეიძლება აუცილებელი ნაბიჯი იყოს ტრანსფორმაციისთვის. სიდხარტა იცინეს საკუთარ თავზე, როგორ მოუწია ამ გრძელი შემოვლითი გზის გავლა, მაგრამ ის იღებს ამ გზას, აღარ განიკითხავს და ამ მომენტში გრძნობს უდიდეს სიყვარულს მდინარის მიმართ. და ბრუნდება მენავე ვასუდევასთან. აქ იწყება მისი ცხოვრების ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. რა სწავლობს ის ვასუდევასგან და რაც მთავარია მდინარისგან. ვასუდევას მთავარი სიბრძნე, მისი უნარი არის მოსმენა. ღრმა, ჩუმი, განსჭის გარეშე მოსმენა. სიდხარტა სწავლობს მდინარის მოსმენას ჩუმი გულით, მომლოდინე ღია სულით. მდინარე ხდება მისი მასწავლებელი. და რას ასწავლის მდინარე?
უპირველეს ყოვლისა დროის ილუზორულობას. ვასუდევა ეუბნება, მდინარე ხომ ყველგან ერთდროულადაა სათავეშიც, შუაშიც, შესართავთანაც, მისთვის მხოლოდ აწმო არსებობსო. სიდართა ხვდება, რომ მისი ცხოვრებაც მდინარეა, ბიჭი სიდართა, კაცი სიდართა, მოხუცი სიდართა, ყველა ერთდროულად არსებობს ამ მდინარეში. წარსული აწმო მომავალი ყველაფერი ერთია. ეს ძალიან ღრმა აზრია დროზე. კიდევ ერთიანობას. მდინარის ათასობით ხმა, სიხარული, ტკივილი, სიყვარული, სიძულვილი, დაბადება, სიკვდილი, ეს ყველაფერი ერთ დიდ ჰარმონიაში ერთიანდება, ერთ სიტყვაში, ომ, სრულყოფილებაში. მდინარი ასწავლის, რომ ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რომ კარგი და ცუდი, წმინდა და ცოდვილი ერთი მთლიანობის ნაწილია. ამ პერიოდში ხდება ის ტრაგიკული ამბავიც. კამალა შემთხვევით კვდება მდინარესთან და სიდართა თავის შვილთან რჩება. ეს ურთიერთობა დიდ ტკივილს აყენებს მას. ბიჭი ვერ ეგუება მამას, მის ცხოვრებას უარყოფს. ხო, ეს არის სიდჰარტას ბოლო ალბათ ყველაზე მძიმე გამოცდა. ეს ბრამა მტკივნეული სიყვარული შვილის მიმართ, რომელიც ისევ სამსარას ამ ქვეყნიურ წრებრონვას მიეკუთვნება. ვასუდევა ეუბნება, გაუშვიო, რადგან ვერავინ დაიცავს სხვას თავისი ბედის წერისგან, ისევე როგორც შენმა მამამ ვერ დაგიცვა შენ. წყალი წყლისკენ მიდის, ეუბნება ბრძენი მენავე. ბიჭი გარბის სიდჰარტას გულის ტკივა საშინლად იტანჯება, მაგრამ ერთ დღეს მდინარეში იყურება საკუთარ ანარეკლს ხედავს და მამამის სიხსენებს. ხვდება, რომ ზუსტად იგივე ტკივილს განიცდის, რასაც მამამისი განიცდიდა, როცა თავად წამოვიდა სახლიდან. და ამ დროს მდინარე თითქოს იცინის. ეს არის საბოლოო გარდატეხის გასხივოსნების მომენტი. ის ხვდება ამ გამეორების ბედისწერის წრის არსს, მაგრამ ამჯერად არა როგორც ტანჯვას, არამედ როგორც სამყაროს დიდ ჰარმონიას. მისი ჭრილობა, ეს ტკივილი, შუჟდება, ვასუდევას მოსმენა მდინარის ხმები ყველაფერი ერთიანდება. მისი მე ერწყმის ამ ერთიანობას. ის აღარ ებრძვის, ის უბრალოდ არის. და მის სახეზე ჩნდება ისეთივე ღრმა სიმშვიდე და ღიმილი, როგორც ბუდას და ვასუდევას ჰქონდათ. ვასუდევა ამას ხედავს და ტოვებს მას. ის მიდის ტყეში, ანუ ერთიანობაში. სიდჰარტა რჩება მენავეთ, უკვე ბრძენი. წლების მერე მასთან ისევ მოდის დაბერებული გოვინდა. მათი ბოლო საუბარი ფაქტობრივად აჯამებს სიდჰარტას მთელ სიბრძნეს. ის ამბობს, რომ ძიებასა და პოვნას შორის დიდი სხვაობაა. ძიება ნიშნავს კონდეს მიზანი. პოვნა კი ნიშნავს იყო თავისუფალი, იყო მიმღები, არ კონდეს მიზანი. გოვინდას თხოვს, რომ რამე ასწავლოს, რამე დოქტრინა გაუზიაროს. სიდჰარტა კი ეუბნება, რომ სიბრძნის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. სიბრძნე ყოველთვის სულელურად ჟღერს, როცა მას ვინმე გადმოსცემს. რას გულისხმობს აქ? გულისხმობს, რომ ნამდვილი გაგება სიტყვებს მიღმა. ის უზიარებს თავის აზრებს, რომ დრო ილუზია, რომ სამყარო ყოველწამს სრულყოფილია, რომ ცოდვა და სიწმინდე ერთი და იგივეა არსებითად, მაგრამ ამბობს, რომ თამარი ეს იდეები კი არაა, არამედ სამყაროს სიყვარული და მიღება ისეთი, როგორიც არის. აი ქვის მაგალითი მოაქვს. შეგიძლია ქვა გაანალიზო, ქიმიურ შემადგენლობაზე ისაუბრო, მაგრამ მისი არსი მის ქვაობაშია, მის მატერიალურობაში, რასაც მხოლოდ სიყვარულით თუ შეიგრძნო ბოლომდე. გოვინდა დაბნეულია, რა თქმა უნდა, მაგრამ გრძნობს სიდჰარტას სიწმინდეს. სთხოვს რამე უკანასკნელს, რამე გასაგებს. სიდჰარტა კი სთხოვს შუბლზე აკოცოს და ამ კოცნისას გოვინდა ხედავს ხილვას. ათასობით სახეს, რომლებიც ერთმანეთში გადადიან, იცვლებიან სიდჰარტას სახეზე. სიცოცხლე, სიკვდიული ფორმების მუდმივი ცვლა, დაბადება, ხრწნა, უწყვეტი ნაკადი. და ამ ყველაფერს ზემოდან ადევს სიდჰარტას ღიმილი, ერთიანობის, სრულყოფილების ღიმილი, ზუსტად ისეთი, როგორიც ბუდასი. გოვინდა ხვდება, რომ დრო არ არსებობს და სიდჰარტაც და ბუდაც ამ მარადიული ნაკადის ნაწილი არიან. ერთი მთლიანობა. ის თაყვანს ცევს მეგობერს, როგორც გასხივოსნებულს. ასე სრულდება ეს მართლაც საოცარი გზა. ბრაჰმანის შვილიდან, ასკეტიდან, მერე ვაჭრიდან, ცოდვილიდან, ბრძენ მენავემდე, რომელმაც ერთიანობა იპოვა საკუთარ თავშიც,
და სამყაროშიც. ჰესე გვიჩვენებს, რომ სწავლებას, დოქტრინას აქვს თავისი საზღვრები, რომ პირადი გამოცდილებაა უმთავრესი. ვაფიქრებინებს დროის ბუნებაზე, სამყაროს ერთიანობაზე და იმაზე, რომ სიყვარული და მიმღებლობა შეიძლება იყოს უმაღლესი სიბრძნე. სიძხარტამ ხომ თავისი სრულიად უნიკალური გზით მიაღწია იმას, რასაც სხვები მზას სწავლებებით ეძებდნენ. და შენთვის ვინც ახლა გვისმენ ალბათ რჩება კითხვა. რა არის შენი პირადი მდინარე? ის ადგილი, ადამიანი წიგნი, თუ გამოცდილება, რომელიც ყველაზე ღრმა გაკვეთილებს გასწავლის, აი იმ სიტყვების მიღმა, იქნებ მართლაც ყველაზე ფასეული სიბრძნე ის კი არაა, რასაც გეტყვიან, არამედ ის, რასაც თავად აღმოაჩენ და შეიგრძნობ. ამ ფიქრებით გემშვიდობებით დღეს. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავი ამ იმედია საინტერესო ჩაღრმავებაში.